ძვირფასო მეგობრებო, დიდი პატივისცემით. სრულიად საქართველოს უსამძიმრებ პატრიარქის გარდაცვალების გამო. ჩემი დღევანდელი გამოსვლა იქნება ძალიან მოკლე ფორმატის და შევეცდები მთავარი სათქმელი ლაკონურად, მაქსიმალურად მოკლედ მოგახსენოთ. წუხელ გაიმართა პატრიარქის ნახრულების მარში. მე მგონი ამ მარშმა დაანახა მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს სად დგას ქართველი ერი. რა მისწრაფება აქვს ქართველ ერს, ვისთან დგას ქართველი ერი და რა უნდა ქართველ ერს. ევროპარლამენტის, ეუთოს, ევროსაბჭოს და ბრიუსელის კომპრაჩიკოსების გასაგონად ვიტყვით, რომ ქართველ ერს არ უნდა LGBT პროპაგანდა, ქართველ ერს არ უნდა აი ამ ზნედაცემულთა და სოდომისტთა პროპაგანდა და ყაშყაში საქართველოში და ქართველ ერს არ უნდა უცხოეთის მიერ დაფინანსებული აგენტურის ამ პოლიტიკური მეცავების და გეი ფაშისტების დომინაცია, რომლებმაც წალეკეს ციფრული მედია, უნივერსიტეტები, კერძო სასწავლებლები, ტელევიზიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქართველ ერს უნდა მართლმადიდებლობა, ქართველ ერს უყვარს ქრისტიანობა და ქართველი ერი არის ქრისტეში და მაცხოვარში. ქართველ ერს უნდა თავისი გმირი წინაპრების ხსოვნა და მარადიული და უკდავყოფა და ქართველ ერს უნდა ეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ გაყიდის მიწას არაბებზე, რომელიც არ იქნება კორუმპირებული, რომელიც არ გააფორმებს საიდუმლო ხელშეკრულებას მეზობელ აზერბაიჯანთან დავით გარეჯის სადავო მიწების გადაცემის შესახებ, ფარულად გადაცემის შესახებ და რომელიც ძალიან დიდი ბოდიში ამ გამოთქმაზე, მაგრამ ეგრეთ წოდებული გუთენტრაკენის მეთოდით არ დააგებს გზებს. ქართველ ერს უნდა პატრიოტი მოღვაწენი და ქართველ ერს უნდა ადამიანი ჭირისუფალი, რომელსაც ეყვარება სამშობლო. ეკლესიათა დიდი მაშენებელი პატრიარქი ილია მეორე წავიდა. ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ მოვა. ამ თემაზე საუბარს ბევრი გაურბის. მაგრამ მე ჩემი თავი პირდაპირ და მართლის მთქმელ კაცად მიმაჩნია. საზოგადოებაც ალბათ ასე მიცნობს და მე შევეცდები, რომ რაღაცები ამ თემასთან დაკავშირებით გითხრათ. როგორც ერში, ისე ბერში ვითარება არეულია. მე ძალიან მახარებს მთელი საქართველოს ფეხზე დადგომა და აქტიურობა, განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის პატრიარქის ნახულების მარში. საერთოდ ბავშვები ჩემთვის წმინდა თემაა, განსაკუთრებული თემაა. მე ვფიქრობ, რომ აი ამ აღვირახსნილობას და იმ სიტუტუცეს, რომელიც სინოდის ზოგიერთ წევრს
სისში და ხორცში აქვს და ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი მთელი საქართველოს აქტიურობა და ფეხზე დგომა მაინც შეაკავებს და მე მინდა მივმართო მათ. თქვენ ვინ ახართ, ყველამ ძალიან კარგად იცის. მე არავის არ განვიკითხავ, მაგრამ ძალიან კარგად არის ცნობილი თითოეული თქვენგანი საიდან მოდიხართ. ზოგი 4-ჯერ არის ყაჩაღობისთვის გასამართლებული და ასე შემდეგ, ახლა აღარ გავაგრძელებ. ჭკუით იყავით თქვენ. თორე ხალხი ისია შემართული. ლამპიონებზე თქვენი ჩამოსაკიდებელი ადგილი გამოიძებნება. ძალიან მოწიწებით, თავი დახარეთ და ფრთხილად იყავით. დღეს წმინდა სინოდში არის რამდენიმე გამორჩეული მეუფე. პირადად მე ძალიან მიყვარს მეუფე იობი. ძალიან მიყვარს მისი გაზრდილები. მეუფე ეფრემი გამრეკელიძე და მეუფე გიორგი ჯამდელიანი. ალესილი מחვილები არიან ესენი. ძალიან დიდ პატივს ვცემ მეუფე შიოს მოსაყდრეს და ძალიან ღირსეული კაცია მეუფე დანიელი. არიან იქ სხვებიც. მე ამას არავინ არ მეკითხება, მაგრამ ჩემი გულის თქმას მაინც ვამბობ. ალბათ საქართველოს მომავალი პატრიარქის ბედი ამ 4 პიროვნებას, 5 პიროვნებას შორის უნდა გაირკვეს. რომელიც გინდა გახდეს პატრიარქი, საქართველოსთვის ყველა კარგი იქნება. მე ჩემს სამთქმელს მეტად ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ეს ძალიან სპეციფიური, ძალიან გრძნობიარე და წმინდა თემა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უწმინდური ეპოტინება ამ თემას, ამიტომ მე კიდევ ერთხელ მივმართავ იმ უღირსებს, რომლებიც შემთხვევით თუ სპეცსამსახურების დახმარებით მოხვდნენ იქ, სადაც მოხვდნენ. ხმა ჩაიკმინდეთ, თავი დახარეთ და ჭკუით იყავით. საქართველოს ხელისუფლებასაც მივმართავ და განსაკუთრებით სპეცსამსახურებს. ვინც ჩასაკარტიჭკებელი და გადასაღები იყო, ყველა ჩაკარტიჭკებული და გადაღებული ყავთ თქვენ. მე ხო ვიცი. თქვენ ისე ვერ მოიშვენებდით. ეხლა ის დროა, როცა საქართველოს სახელმწიფო, თუ სახელმწიფო გვაქვს, უნდა ერთობილ იყოს საქართველოს ეკლესიასთან. ცნობილი ტერმინი ეგეთი. ერთობილი საქართველო, აი ეს ერთობილი საქართველო უნდა შეიკრიბოს ეხლა. ეკლესია და სახელმწიფო. ახლა საქართველოს ეკლესიას სჭირდება საქართველოს სახელმწიფოს გვერდით დგომა. რათა არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა და საპატრიარქო ტახტზე უღირსი არ ავიდეს. ამიტომ მიმართავ ქართულ სახელმწიფოს და განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს და სპეცსამსახურებს. ყველა შესახებ, ყველაფერი იცით. ამოქმედეთ თქვენი ძალა, რათა უწმინდური, ზნედაცემული, კომპრომეტირებული და უღირსი ადამიანები საპატრიარქო ტახტს ვერ შეეპოტინონ და შეწვდნენ. მე თქვენი
დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანში ვხედავ ქართველს და დარწმუნებული ვარ რომ ეს 100,000-ობით ქართველი რომელიც დაიძრა მთელი საქართველოსთან სამების წმინდა საპატრიარქო ტაძრისკენ თქვენს გულისხმასაც და იმ ქართულ სიმებსაც რომელიც არის ჩაკერული თქვენში და იმ გენეტიკას აუცილებლად აათრთოლებს შეარხებს და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გეუბნებით სინოდში არიან ბევრი ღირსეული ადამიანები მაგრამ არიან უღირსები რომლებიც იყვნენ რეჟიმის მსახურები მიერთებული იყვნენ გათახსირებულ სააკაშვილთან გათახსირებულ მერაბიშვილთან გათახსირებულ ადეიშვილთან და დღემდე არიან მიერთებულები და აი ამ ხალხის იზოლირება უნდა მოხდეს. მათ აქვთ გავლენები, მათ აქვთ დიდძალი ქონება, მათ აქვთ იერარქიულად მაღალი თანამდებობები, არიან მაღალი იერარქები და თქვენ გაქვთ საშუალება რომ ზემოქმედება მოახდენოთ და აი ეს ის შემთხვევა როცა თქვენ ეს უნდა გააკეთოთ აუცილებლად. დიდი მადლობა, გამგები გაიგებს ჩემს გამოცვლას და აი ამ გამოსვლის დანიშნულებას. დიდი სიყვარული და დიდი პატივისცემით მინდა მოგიკითხოთ, დიდი ხანია ჩვენ არ შევხვედრივართ, მაგრამ ამას ქონდა გარკვეული მიზეზები, რაღაცები მე უნდა გადამეხარშა ჩემს გონებაში, რაღაცებზე პასუხი გამეცა, რაღაცები გამერკვია, ბევრი რამ გავარკვიე, ბევრი რამ გაურკვეველი დარჩა, მაგრამ ძირითადად რაღაც კონტურები გარკვეულ სტრატეგიულ თემებთან დაკავშირებით გამოიკვეთა, ბევრს მივაყარე მიწა, ბევრ ცრუ ავტორიტეტს თავისი უღირს საქციელიდან გამომდინარე და ბევრი კიდე რიგშია, მოკლედ დიდი სიყვარულით და პატივისცემით შემოძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით და აი ეს მინდოდა მეთქვა რა, ეს იყო სათქმელი. და მე მინდა მიმართო მამუკა მდინარეძეს, რომ იმერელი კაცი ხარ შენ და ქართველი ხარ, ხო და არ მჭირდება შენთან არანაირი რევერანსები რა. პირდაპირ გეუბნები, არ დაუშვა გათახსირებულები შეეპოტინონ საპატრიარქო ტახტს. გაქვთ თქვენ ყველაფერი რესურსი, რომ აი ეს უღირსი ადამიანები გაანეიტრალოთ და ეგენი უნდა იყვნენ თავდახრილი და მაგათ მყესები უნდა ქონდეთ გადაჭრილი, ქუსლები. როგორც დავით აღმაშენებელმა გააკეთა ეს, რომ მთელი ცხოვრება ფორთხვაში გაატარონ. იხარეთ ქართველებო ქრისტეში, ვიზიარებ თითოეული თქვენგანის წუხარებას. საქართველო არ გადაშენდება, საქართველო იulis ქრისტეს გსით და ამ დღეებში განვითარებული პროცესები ადასტურებს რუსეთს ასე იქნება და თუ ვინმე საქართველოს მკვდარი გონია მოვესწრებით ჩვენ თითო ყველას სიკვდილს რა იცოცხლეთ ბედნიერად